მაისი კანის კიბოსა და მელანომაზე ცნობიერების ამაღლებისთვია. ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მელანომა ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად მიმდინარე პათოლოგიაა. წლების წინ მელანომის მკურნალობა რთული იყო და შედეგები არასახარბიელო და დღემდე მელანომა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა თერაპიულმა მიდგომებმა მიზნობრივმა თერაპიამ და იმუნოთერაპიამ, ეგრეთ წოდებულმა checkpoint inhibitorებმა, სრულად შეცვალეს მელანომის მიმდინარეობა. ამ ორი თერაპიული მიდგომის მექანიზმი უნიკალური და განსხვავებულია. მიზნობრივი თერაპიის საშუალებით ჩვენ ზემოქმედებთ სახეშეცვლილ ცილაზე, რომელიც იწვევს სიმსივნეს. ხოლო რაც შეეხება checkpoint inhibitorების დახმარებით ჩვენ ვააქტიურებთ ადამიანის იმუნურ სისტემას, რომელიც თავად ებრძვის სიმსივნეს და ანადგურებს მას. დღეს ჩვენ უკვე გვყავს არაერთი პაციენტი, ვისთანაც მიზნობრივი თერაპიით და იმუნოთერაპიით წარმატებულ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენ ხშირად ვახერხებთ, რომ აღნიშნული მედიკამენტებით დაავადება გამოვიჭიროთ კონტროლის ქვეშ და საუკეთესო შემთხვევაში სრულ რემისიასაც მივაღწიოთ. ჩვენი კლინიკის გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც მიზნობრივი თერაპიის, ასევე იმუნოთერაპიის ჩატარების. შერჩეული მკურნალობა კი დამოკიდებულია როგორც თავად პაციენტზე, ასევე დაავადების მახასიათებლებზე.